მეორადი სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენა გაყიდვა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ორგანიზებული აქცია სამტრედიაში 2011 წლიდან იმართება. მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ 5-დან 25 ლარის ფარგლებში მათთვის სასურველი ნივთი შეეძინათ. ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სამტრედიაში მეორადი სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენა გაყიდვა მოაწყო. წარმოდგენილი პროდუქცია სააგენტოს განსაკარგავად და საპრივატიზაციოდ სახელმწიფო დაწესებულებიდან გადაეცათ. გაყიდული ნივთებიდან მიღებული თანხა კი ისევ ბიუჯეტში დაბრუნდება. ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ფუნქცია ეს არის, რომ მიქცეული ანუ გარკვეული საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით მოძრავი საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული და პრივატიზების რეჟიმით. ანუ როდესაც სახელმწიფო ანახლებს თავის საქონელს, ეს არის სამინისტროები, უწყებები თუ მუნიციპალიტეტები, მაგიდა, სკამი, ავეჯი და ასე შემდეგ, ეს საქონელი რეალიზდება და ამ რეალიზებული საქონელიდან ამოღებული თანხები მიემართება ბიუჯეტში. ეს არის ბიუჯეტის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო. თუმცა თავისი მასშტაბებით ეს დიდი არ არის, მას აქვს ისეთი დანიშნულება, თუნდაც სოციალური კუთხით, რომ ჩვენ მოსახლეობას მივცეთ იაფად იგივე დავუშვათ მაგიდა, რომელიც სხვა შემთხვევაში ჯდება 120-150 ლარი, ჩვენ შემთხვევაში 10-20 ლარის ფარგლებში შეიძლება საკმაოდ ხარისხიანი მაგიდა შეძენილი იქნას. სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენა გაყიდვა სამტრედიაში 2011 წლიდან ტარდება. პროდუქციაზე მინიჭებული ფასები კი მოსახლეობისთვის საკმაოდ ხელსაყრელია, რადგან მათ სასურველი ნივთის შეძენა 5-დან 25 ლარის ფარგლებში შეუძლიათ. ფასებიც მისაღებია, განაცვალე და შევიძინე მაგიდა, შევიძინე 65 ლარიანი ვერ შევკები და ვათვალიერებ კიდევ თუ რამე მომეწონება. კარგია ყოველ შემთხვევაში, თუ კი იქნება ასე ფასდაკლების 5 ლარად შევიძინე, 5 ეს და 5 ეს. და პროდუქცია რაც არის წარმოქმნილი, რამდენად მრავალფეროვანია, რამდენად ხელსაყრელია და მოსახლეობა. კარგია და დაბალი ფასებშია ყველაფერი. ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ორგანიზებული გამოფენა გაყიდვა სამტრედიის გარდა თბილისში, ფოთსა და ახალციხეში ტარდება.